ხშირად ვამბობთ, რომ ამერიკული საგანმანათლებლო სისტემა უმაღლეს განათლებას რაც ეხება, არის აბსოლუტურად მარკეტინგულად გათვლილი. და სწორედ ამიტომაც არის, რომ უნივერსიტეტები ასეთი პოპულარულები არიან და ისინი ძირითადად ინვესტირებას ახდენენ ისეთ ადამიანებში, რომლებიც თავის მხრივ უნივერსიტეტისთვის რაღაცას გააკეთებენ. მოდით შევადაროთ ახლა. საქართველოში უნივერსიტეტს რომ დავამთავრებთ, ხშირ შემთხვევაში აღარავის არ ახსოვს, ვინ ვიყავით, რა ვიყავით, არც კურსდამთავრებელს ახსოვს თითქმის რომელი უნივერსიტეტი დაამთავრა, რაღაცა დაამთავრა. და თვითონ უნივერსიტეტიც არ ზრუნავს მის კურსდამთავრებულებზე. მაშინ, როდესაც ამერიკაში, აი ზუსტად ალმა მატერს, ანუ დედა უნივერსიტეტს ეძახიან უნივერსიტეტებს, იმიტომ რომ უნივერსიტეტის განათლების, ანუ უნივერსიტეტმა იმდენად იზრუნა თითოეულ სტუდენტზე, რომ ამ განათლებამ მათ ცხოვრება გაუმრავალფეროვნა, წარმატებებს მიაღწია და ისინი აფასებენ უნივერსიტეტებს ამის გამო. ამიტომაც არის, რომ აი ურთიერთმომგებიანი არის როგორც სტუდენტისთვის, ასევე უნივერსიტეტისთვის, ამ სტუდენტის უნივერსიტეტში ყოფნა და ამიტომაც არჩევენ განსაკუთრებულ სტუდენტებს. რაც უფრო განსაკუთრებულია, რაც უფრო საინტერესო, რაც უფრო ქართველია, მით უფრო აქვს შანსი, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თქვას რაღაც თავისი გზა გაიკვალოს და ეს უნივერსიტეტი ასახელოს. რაც თქვა საქართველოში არ ხდება. ამიტომაც ცდილობენ, რომ აი ქართველების საერთაშორისო სტუდენტები აიყვანონ უნივერსიტეტებმა, იმიტომ რომ არა მხოლოდ ამერიკაში, ანუ პოპულარულები იყვნენ მსოფლიოს მასშტაბით.